ვინაიდან გუშინდელი ჩემი ლაივი არ იყო საკმარისი მსმენელისთვის და ამომწურავი, როგორც აღმოჩნდა და დღეს კიდე უფრო მეტი აუარებელი ზარები და შეკითხვები და წერილები მომდის, ისევ ჩავთვალე საჭიროდ, რომ უფრო განმემარტა თუ რა ხდება. ჯერ უპირველესად მინდა აღნიშნო, რომ ჩემი ნებისმიერი თხოვნა, ჩემი ნებისმიერი, რაც კი ვთხოვე და მივმართე ხელისუფლებას, აბსოლუტურად სულ ყველაფერი დააკმაყოფილა. დაწყებული ამ გამყიდველი ქართველებით, ჩასაფრებული ქართველებით, რომლებსაც ერთ-ერთი დღევანდელი სახელებით არ მიყვარს ხოლმე მელაპარაკი, იცით თქვენ, აღნიშნოთ ახლა გახმაურებული დღევანდელი ნანუკა ჟორჟოლიანისა ეს ამდენი ხანიც რა ვიცი, რატო იყო ესე მხართეძუზე ეს ქალი ესე წამოწოლილი. ნებისმიერი ჩემი მოთხოვნა აბსოლუტურად ყველა დააკმაყოფილა ხელისუფლებამ. დაწყებული ნარკო ბარიგებით და რა ვიცი, ამ თავხედი ადამიანებით, რომლებიც საქართველოს აბინძურებენ, საქართველოს ულახავენ სახელს და დამთავრებული აგერ გამყიდველი სხვათა შორის მიშას ყველა ქალი არ მინდა საერთოდ ქალს ცუდად შევეხო, მაგრამ მოდი დღეს გამონაკლის გავაკეთებ იმ მხრივ, რომ ცოტა უფრო ლამაზად მოვიხსენიებ. საერთოდ ქალის დამცირება არ მიყვარს მე, ძალიან არ მჩვევია. მაგრამ ყველა ქალი თუ ქალი ქვიათ მაგათ. სულ ყველა ქალი, ვისაც მისი ქალი ქვია, ვინც არიან, ეხა სახელები არ ჩამომათვლევინოთ რა. სულ ყველა აფრენს, სულ ყველა გიჟია, სულ ყველა ავადმყოფია. სულ ყველანი ყავს შეურაცხადი. ნანუკა ჟორჟოლიანი ციხეში კი არ უნდა წაიყვანონ, საავადმყოფოში უნდა დააწვინონ სამკურნალოდ. რამხელა ტრამვა მიაყენა ოჯახის წევრებს, მამას, შვილებს. რამხელ ეს შეურაცხადი ქალი ამ მიშას გამო ოჯახს რამხელა ტრამვა მიაყენა. წარმოიდგინეთ რა, როგორი არაქალური, არანაზი, ქალს როგორ შეეფერება ეს თვისებები არა აქვს ამ ადამიანს. მისი ყველა ქალი ესეთი შლეგიანია. მე საიდან მომდის ხოლმე ეს სიტყვები. ხო, კაი, დავანებოთ ახლა რაღა დროს მიშა მაგათ თავი. ძალიან დიდი მადლობა ხელისუფლებას. ახლა მადლობაც უნდა უთხრა, იმიტომ რომ ყველა ჩემი მოთხოვნა, აბსოლუტურად რომელიც მე წავაყენე და წარუდგინე ხელისუფლებას და ვთხოვე. სულ ყველა დააკმაყოფილა. არა, მე ის კი არ მithხოვია, ხალხი დაიჭირე მეთქი. გამკაცრე კანონები, გამკაცრე, ნახეთ, ძალიან ჰუმანურია ჩვენი ხელისუფლება, ძალიან უნდა გაემკაცრებინა და ესეც მე ვფიქრობ, რომ ჰუმანურია, იმიტომ რომ მტერი უნდა გაიწმინდოს, მეგობრებო. უნდა გაიწმინდოს რა, მაგრამ ის დასჯისთვის მეწოდებიან, რაღაცა ჰუმანური უფრო, მეც ჰუმანური ვარ, რა ვქნა. ისეთი ფორმებით ახლა მაინდა-მაინც ციხეში ჩავსვავთ ახლა ნანუკა ჟორჟოლიანს და იმათ მეწოდებიან, შვილები ყავს, მამა ყავს, აგულით ავადმყოფი, ძალიან მეწოდება, მაგრამ მან თვითონ შექმნა ეგეთი მდგომარეობა, თვითონ გაუკეთა თავის ოჯახზე, მე ხო არ გაუკეთე. მოკეთ სულელი ქალი არა ძალიან, თუმცა ძალიან არ მიყვარს ქალებზე ესე საუბარი, ძალიან არ მჩვევია, მაგრამ არის სულელი, რა ვქნათ. პენსიების მატება, კი აუცილებლად, ეგ ერთ-ერთი, თქვენ გაიგებთ მალე, რომ პენსიები გაიზარდა. ეს ერთ-ერთი ჩემი პუნქტია, იცით თქვენ ეგ. ნანუკაშვილი, ახალგაზრდა გოგოა, არ შევეხები იმას რა. ახალგაზრდა გოგოა ჯერ წინ ცხოვრების გზა გასავლელი, ახლა მე დავჯდე და ვლანძღო ახალგაზრდა ბავში არ ვიქნები მართალი. რაც დედა და აჩვენებს მაგალითს რა ქნას იმ ბავშვმა. დედამ რაც აჩვენა, იმას აკეთებს, ხო? რა ქნას? ოჯახს რასაც უყურებს, იმას იმეორებს. თუმცა აქვს ჯერ კიდე შანსი, რომ გამოასწოროს ბევრი რაღაცა და დასასჯელად ძალიან არ ვერ გავიმეტებ. ბავშვია, ახალგაზრდა გოგოა. რას ამბობთ? ბავშვზე ზედმეტია ლაპარაკი.
ბავშვებს არ შევეხოთ რა. ჯობია რომ გონს მოეგოს. ჯობია რომ გონს მოეგოს ეს გოგო დროულად. და მიხვდეს დედამისის ეს არასწორი, არაქალური, არასწორი საქციელები. აი კაცი რო არ არის ოჯახში, ნახეთ, აი კაცი, გუში როგორ ვაქე კაცები ღმერთებს შევადარე. კაცი რომ არ არის ოჯახში, როგორ იგრძნობა. ნახეთ, ის ოჯახი არეულია, ვერ არიან კარგად იქ. ყველა ქალები ვინც ახართ კაცების გარეშე, ეხლავე გადით საძებნელად. სულ ყველა დაწყვილდით, სულ ყველა გათხოვდით, ყველამ შექმნით ოჯახები. სულ ყველამ. დიახ. იმიტომ რომ ოღონ მე კაცებზე გელაპარაკებით. იმიტომ რომ ოჯახში კაცის ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი კაცი ყავს ოჯახში. შენ თუ თავზე ახტები იმას და რასაც გინდა ესე ლაპარაკობ და ოჯახს რა დღეში აყენებ, ესე არ არის, ეს არასწორია. ნანუკასაც როგორი გამოცდილება ქონდა, როგორი ქმარი ყავდა, ხო? რა გამოცდილება აქვს ამ საცოდავ ქალს, ხო ხედავთ? რასაც ცუდი გამოცდილება, რა ცუდი მაგალითები აქვს, რა ნახა? ცუდის მეტი რა ნახა, აბა? აი ამიტომ არის ეგეთი, აფრენს. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, რაც შეეხება აი ამ ესე მასობრივ ეს ამდენ ქვეყანაში და ამხელა ევროპის ქვეყნებში ჩემი წინასწარმეტყველება ისევ და ისევ როგორ ხდება, აბა დააკვირდით. როდის ვიწინასწარმეტყველე მე რომ ევროპის ქვეყნებში ვინც ახართ, აბა ეხლა თქვენი ბრიალა თვალებით დამენახეთ სულ ყველა. არ გითხარით ევროპის ქვეყნებს საშინელება დაემართება და დაიწყება მეთქი? არ გითხარით, ეხლა ვერ მეტყვით რომ არ მithქვია, ხო? ყველა ევროპის ქვეყანაში. ეს რა არის ეხლა? ეს არის სისტემა, მსოფლიო სისტემა, რომელიც ანადგურებს, რომელიც ხოცავს პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. ნახე, გაითიშა სისტემა. რამდენი მოხუცი დაიღუპება ეხლა, რამდენი ადამიანი დაიღუპება, რამდენი ავადმყოფი დაიღუპება, რამდენი პრობლემები შეექმნება ამ სამ დღეში სოფლიოს, რომ არის აი ესეთი მასობრივი გათიშვა, ხო? ანუ ნახეთ როგორი პროგრამაა ეს და არავის თან არავის აქედან პასუხი არ მოეთხოვება. ეს დაიწყებოდა, ეს ცირა კუპრაშვილმა იწინასწარმეტყველა, ჩაიკეტება გზები, არ იქნება ფრენა, გაითიშება, გაიხსენეთ ჩემი სიტყვები, ძალიან გთხოვთ რა. მე მიყვარს მადლიერება, მე მიყვარს, ნახეთ, მე მადლობა მოუხადე ხელისუფლებას იმისთვის, რაც გააკეთა, რომ აწესრიგებს ქვეყანაში, წესრიგს ამყარებს თავის ქვეყანაში. მაგრამ ეს უიდე და ნანუკასნაირები უმრავლოს საქართველოს. ვაიმე, გადით ძალიან გთხოვთ, კულტურულად გთხოვთ, გადით დატოვეთ ჩემი ისა ეთერი. რა გინდა თქვენ ჩემთან, თქვენ უყურებთ მიშას, მე ნუ მიყურებთ. და გაითიშებოდა ყველაფერი. ეს მე ვიწინასწარმეტყველე. ევროპის სხვათა შორის ბევრ ჩემ მეგობარს მე ურჩიე საქართველოში ჩამოსვლა. და არა ევროპის ქვეყანაში გადასახლება. მე მკითხა ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა, ესპანეთში ვიცხოვრო თუ საქართველოში, ლონდონში ვიცხოვრო თუ საქართველოში, იტალიაში ვიცხოვრო თუ საქართველოში, ჰოლანდიაში ვიცხოვრო თუ ყველას ვურჩიე საქართველოში ჩამოდით მეთქი და სხვათა შორის გაამართლა ჩემ არჩევამ. ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლება კიდევ ერთხელ კეთილგონივრულად მადლიერები ვიყოთ მეგობრებო იმისი, რომ დღეს ჩვენთან არ ხდება ეს ყველაფერი. ნახეთ, რამხელა დიპლომატიაა ჩადებული ამ ყველაფერში, რამხელა სიბრძნე, რომ აი ეს ჩვენი ერთი მუჭა პატარა ქვეყანა ესე კოხტად, ლამაზად, ესე ჩუმად, მშვიდად, წყნარად, აი ესე ვლავირებთ, ასე ვთქვათ რა. გაითიშოს, ნახეთ, საქართველოში არ არის მოსალოდნელი ის, რაც ხდება და როგორი რეჟიმითაც დახოცავენ ხალხს ეხლა მთელ მსოფლიოში. ეს რეჟიმია. ეს სისტემაა, ეს მსოფლიო სისტემაა, ესე უნდა დაიხოცოს, ეხლა გასუფთავება მიდის. და ევროპის ბევრ ქვეყანაში აი ესე გასუფთავდება ხალხი, აი ესე დაიცხრილება, აი ესე შუქის გათიშვით, ამით, იმით, ეხლა რამდენი შეერთებულია აპარატთან, ხო?
ადამიანის ავადმყოფოში და გაითიშა ოცნების წინასწარმეტყველი ვარ კი ვარ ოცნების წინასწარმეტყველი ვარ იმ ადამიანების წინასწარმეტყველი ვარ რომლებიც მისმენენ რომლებიც წესრიგს ამყარებენ მე ვარ წესრიგის მოყვარული ადამიანი მე ვარ ნორმალური არაადეკვატური არა ნორმალური აზროვნების ადამიანების წინასწარმეტყველი და სხვათა შორის აი ესეთი მსმენელი მყავს ზუსტად მე მინდა გითხრათ არა არაფერი არ უნდა შევიძინოთ არანაირი გენერატორები მეგობრებო საქართველოში არ არის ის მოსალოდნელი რაც ხდება ევროპაში თუ ჩავარდებით პანიკაში ყველაფერი შეიძლება შუქიც გაითიშოს ჩვენთანგან არ შეიძლება გაითიშოს მაგრამ ის რეჟიმი რაც ხდება მსოფლიოში გაწყვეტა ხალხის გაწყვეტა ხდება მეგობრებო ეგ არ არის მოსალოდნელი საქართველოში აი ამიტომ ვიყოთ მადლიერები ახლა რამდენი სულელი მწერს რომ ეს ამ მთავრობის წინასწარმეტყველი ხარო ანუ აი სულელი ხო ახლა ის ხო ნორმალური არ არის ხო რა შუაშია ეს მთავრობა ზუსტად ეხლა რომ ბლატაობ აქ ჩემ ლაივზე და ჯამრთელად ხარ თავში ბომბები არ გეცემა და საჭმელი გაქვს სასმელი გაქვს და იმდენი დრო გაქვს რომ მე მებლატაო აბა ახლა რა ვიცი აი ეს არის რა წესრიგი მეც მიყვარს ძალიან მიყვარს წესრიგი აუცილებელია სახელმწიფოში წესრიგი და დროულად აი მყარდება და ყველაფერი იწმინდება და თავის ადგილას დგება აბა რა გინდათ რომ მოხდეს აბა რა გინდათ რომ იყოს ამაზე რა მე არ მესმის იმ ადამიანების ვინც კიდევ ამართლებთ ისეთ ადამიანებს რომლებიც მტრები არიან საქართველოსი მე ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანების ევროპის კი უშუქობაშია და მე ეს ვიწინასწარმეტყველებ მეგობრებო მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები აბა ნახეთ რომელი ქვეყანას ჩამოგითვალეთ არა რისის ქვეყნები გათიშული და კიდევ უარესი მოხდება გირჩიეთ ჩამოდით არ წახვიდეთ საქართველოში დაბრუნდით ეს ის ქვეყანა სადაც ჩვენ მარტივად გავივლით მსოფლიო წესრიგს არ გითხარით აი ეხლა რაღაც მეტყვით ხო არ გითხარით არ გიწინასწარმეტყველეთ არ გაგაფრთხილეთ ხო ეხლა რომ წერთ ათასობით ადამიანი რომ წერთ Facebook-ში როგორ გიპასუხოთ 1000 ადამიანს იძულებული ვარ ხოლმე ლაივი გავაკეთო ყოველ დღე აბა რა ვქნა ხო აქციის მონაწილეებზე საერთოდ დროს არ დავკარგავ მაგდენი დრო სადამ აქ საბერძნეთი და ამერიკა ყველას შეეხება ყველა ქვეყანას შეეხება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას შეეხება მეგობრებო იცოდეთ ეგ ამიტომ ვიყოთ მადლიერები რაც ხდება ჩვენთან ვიყოთ მადლიერები იმ რეჟიმის იმ წესრიგის იმ უსაფრთხოების რაც ჩვენთან არის ეხლა და იმ სიმშვიდის რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს მეთანხმებით საბერძნეთ მაგრამ მე მინდა გაგამხნეოთ ის ადამიანები ვინც ვერ ჩამოდიხართ მე სპეციალურ ლაივებსაც ვაკეთებ ამისთვის კი სპეციალური ლოცვები მაქვს ემიგრანტებისთვის მე ვლოცულობ ემიგრანტებისთვის ჩვენი ემიგრანტები რომ კარგად ყავდეს ქართველები რომ კარგად იყვნენ და რა თქმა უნდა თქვენ იმედიანად უნდა იყოთ თქვენც უნდა ილოცოთ და ეცადეთ რომ დროულად მოაგვაროთ მან ყველაფერი რომ დროულად დაბრუნდეთ სამშობლოში და თქვენ ოჯახებს და თქვენ შვილებს დაუბრუნდეთ მეგობრებო აი ნახეთ ისეთი დრო მოდის ისეთ საუკუნეში გვიწევს ცხოვრება უკვე სადაც შენიანი ოჯახის წევრი და ახლობელი გვერდში უნდა ყავდეს ახლოს უნდა იყოს ძალიან ახლოს უნდა იყოს იმიტომ რომ შენ იცოდე იზრუნო მასზე უყურო მას გაიხარო მისით აი ესეთი დრო მოდის და გაითვალისწინეთ რა ხო არა არავის არ ეხალისება მე გითხარით რომ გეხალისებათ მეთქი მან თყოფნა მე ესე გაიგეთ ხათუნა არა
რომელი იყავით. ხო, ნახე, ზოგმა ისე გაიგო, თითქოს მე ვქადაგებ, რომ გეხალისებათ. საზღვარგარეთ ყოფნა. არა, მე ეს არ მithქვამს, რომ გეხალისებათ, მე გაფრთხილებთ, რომ კიდე უარესი მოხდება. ნახეთ, რამდენი უგუნური მისმენს ისევ, აი, როგორი დასანანია რა, რომ ვერ გაიგეთ, რას გეუბნებით, მაგრამ არა უშავს, არ მეზარება, კიდე გეტყვით. კი ბატონო, დაეცით გმირულად საზღვარგარეთის მიწაზე და დაცემით, ესე გმირულად დაცემით, ძალიან მაგრები იქნებით. როგორც გინდათ. თქვენ როგორც გინდათ. იყავით, სადაც ახართ. შემოდინებაზე გუშინ ვილაპარაკეთ. აქ იყო ისეთი ზომები მიღებული, არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს მე ბევრი, რომ იცით თურმე სულ სხვანაირად ყოფილა მან ყველაფერი, არ უვიზო რეჟიმი არ არის ყველასთვის, პირიქით გამკაცრდა ეს კანონები უფრო შემოდინებაზეც და აქ დარჩენაზეც და ასე შემდეგ. არ გაუმარტივებიათ, პირიქით გამკაცრდა კანონები და ჩვენი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში შეინარჩუნოს მშვიდობა. და დანარჩენი ეხლა რა ვიცი, ემიგრანტები ვინც ახართ და მაქედან ეხლა ვინც მწერთ, იმათ გასაგონად ვიძახი, რომ ჩვენ კი არ გვეხალისებაა ყოფნაო, მოდით რა გაანძრიონ თქვენმა შვილებმა ცხელი. გააკეთონ აქ 80% ნარკოდამოკიდებულ და მოთამაშე შვილებს ინახავთ აქ საქართველოში. მე ხო ვიცი ეგ. ამიტომ გაფრთხილებთ. მოდით თქვენმა შვილებმა იმუშაონ აქ. ჩამოდით და გონს მოეგეთ ცოტა. და მაქედან აი ესეთ რაღაცებს მე ნუ მწერთ. იმიტომ რომ მე ამითი ვერაფერს ვერ მაკლებთ თქვენ თავს აკლებთ. ჩემი მოსმენით შეიძლება ბევრი მიიღოთ თქვენ და გაგიმართლოთ და აი ახლა ერთ-ერთი ქალბატონი ეკუნა ქართველი. თუნდაც ხო ჩემი მეგობარი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე და არა მარტო ეკუნა, ბევრი ჩემი მეგობრები ჰოლანდიაში მყავს, მე კიდე მეგობრები საბერძნეთში მყავს, მეგობრები იტალიაში მყავს, მეგობრები, ძალიან ბევრი მეგობრები მყავს საზღვარგარეთ. როდესაც მეკითხებიან, მე აუცილებლად ვაძლევ რჩევას და ითვალისწინებენ სხვათა შორის, რომ საქართველოში არ მოხდება ის, რაც ხდება მთელ მსოფლიოში. ეხლა თქვენ გინდა გაითვალისწინეთ, გინდა ნუ გაითვალისწინებთ. კი ბატონო, დარჩით მანდ, ეს უკვე თქვენი ნება და როგორც გინდათ. რაც უნდათ ის იყიდონ, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმე ის არის, რომ მე ვთქვა სიმართლე, მე გიწინას წარმეტყველოთ. დიდი ხანია რამოდენიმე თვეა უკვე, 1 წელია თითქმის, მე ვწინას წარმეტყველებ, რომ ევროპის ქვეყნებში რაც ხდება დღეს, ამას მე 1 წელიწადია წინასწარმეტყველებ, რომ ეს მოხდებოდა და სხვათა შორის ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება მაქვს ჩვენს ქვეყანაზეც, ჩვენს ხელისუფლებაზეც და ძალიან ცხელი ლაივი მოგვიწევს ხვალინდელი დღე იქნება ძალიან ცხელი ლაივი, ძალიან მნიშვნელოვან თემებს შევეხები, ძალიან დიდი წინასწარმეტყველება. ზოგს მე ვერ ვამბობ, მე პირადად თუ არ შევხვდი ხელისუფალს, ზოგ რაღაცას მე ვერ ვიძახი ესე პირდაპირ და მირჩევნია, რომ აი ახლა მაქვს ისეთი წინასწარმეტყველებები, სადაც მე პირდაპირ ხელისუფლებაში ერთ-ერთ, არ ვიცი, ლიდერს აუცილებლად უნდა შევხვდე და მას უნდა გადავცე ეს წინასწარმეტყველება. არ ვიცი, ეს თვითონ თუ უნდათ დამიკავშირდებიან და უფლისნებაც უნდა იყოს აქ და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და აი ეს მტრები გარშემო აუცილებლად უნდა მოშორდეს საქართველოს. აუცილებლად. დიდი მადლობა თბილის სიტყვებისთვის, ვინც მლოცავთ, ვინც კეთილსურვილებს არიშურებთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, რომ მე არა ვარ მიკერძოებული ადამიანი, არავითარ შემთხვევაში არა ვარ. მე ვარ მომხრე სიკეთის, სიყვარულის და ყველაფერი, აი, ნახეთ, ნიშანი რომ დავამთავრო ლაივი, ყველაფერი იმ სისუფთავის, რომელიც
არის და მოიცავს ჩემს აი ამ ნიჭს, ჩემ პროფესიას და ასე შემდეგ. მე ვერ ვიქნები მიკერძოებული. გამორიცხულია ეს. მამა გაბრიელიც ასე როგორ მიყვარს, მამა გაბრიელი, რომ იცოდეთ, იცით როგორ მიყვარს მამა გაბრიელი. მეგობრებო, სატანა ტახტ საქართველოში ვერ დაიდგავს. არ ვიცოდი თუ ამას ამბობდა მამა გაბრიელი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემთვის სათაყვანებელი ადამიანია მამა გაბრიელი. საქართველოს ღვთისმშობელი იცავს და ჩვენი ლოცვა, ჩვენი საქციელიც იცავს, მეგობრებო. თქვენ არ გეგონოთ, რომ საქართველოს მხოლოდ ღვთისმშობელი იცავდეს. მისი ძალა დიდია, მაგრამ ჩვენი საქციელიც იცავს. ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენ როგორები ვართ, ის იცავს საქართველოს, რომ იცოდეთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ისე რომ ხვალ გვექნება ძალიან ცხელი ლაივი და ყველას უსურვებ მშვიდობას, ყველას უსურვებ ბედნიერებას და ჩვენი შვილები, რომ ჩვენი შვილები, ოჯახი რომ გვყავს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ეხლა კი დაგილოცავთ, კი, შემტკივა გული, აი როგორ შეამჩნია ადამიანი, რამდენ ისარს ვიღებ, მე იცით, რამდენ ისრებს ვიღებ და ნუ ვისხლიტავ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც როგორ გული შემტკივა და მაინც როგორ ვცდილობ ყველას გადარჩენას. კარგია რომ შეამჩნიეთ და მე მახარებს ეგ ფაქტი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდხანს უნდა ვყავდეო ხათუნა თოდაძემ წერს. ძალიან დიდი მადლობა. მე ყავართ. მე საქართველოს ნამდვილად ვყავარ და ვიყოლები. ბედნიერ საღამოს გისურვებთ. ხვალამდე.